მე არავით არის შემოთავაზება. რადიო თავისუფლება. iPhone 12. მაგაზე მეც ვერ დავწერ. Всё? გასპიკოთ მაინდამენ რამდენად გქონდა საბაბი თქვა რა არის საბაბი არ ყოფილა და iPhone 12. ბატონისა, დღევანდელი განცხადების გაკეთება პარტია მოგთხოვათ, რომ გაგიკეთებინათ განცხადება, თუ რატომ გადაწყვეტეთ ესე მედიასთან გაგიკეთებეთ კომენტარი? ხო, თუმცა თქვენ ამდენი ხანია მაჟორიტარი ხართ და მედიასთან არ გამოჩენილ ხართ ამ დრომდე. თქვენ ამდენი ხანია მაჟორიტარი ხართ და მედიასთან არ გამოჩენილ ხართ, უბრალოდ დღეს მას შემდეგ რაც გავცადოთ, თქვენი სურვილით გამოჩნდით მედიასთან. პარტიის დავალება არ ყოფილა? ბატონისა, რა ურთიერთობა ქონდა გიორგი გახარიასთან? მისი რეკომენდაციით მოგდით ოცნების სიაში. მისი რეკომენდაციით დასახელდით მაჟორიტარად, კანდიდატად? არა, დავასრულე. ბატონო რესა. თქვენ გამოჩ არა, დავასრულე. ბატონო რესა. თქვენ აიწყეთ იმით, რომ ბატონო რესან, ბულვარში მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. ბატონო რესან. გამოსცით რომ 2 წუთი ეგ გაგიკეთებინათ? ბატონო რესან, ბულვარში მშენებლობაზე. ეს იყო რესან კონცელიძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. მან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაასახელეს გახარიას გუნდში, ანუ მის შესაძლო გადასვლაზე იყო საუბარი გახარიას გუნდში. რესან კონცელიძემ თქვა, რომ მას არანაირი შემოთავაზება არ მიუღია გახარიას გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით. მას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ დაასახელეს, ის მოიხსენიეს როგორც მომავალში გახარიას გუნდის წევრი. ჩვენ გვინდოდა მისთვის გვეკითხა როგორია მისი მოსაზრება ბულვარში 16 სართულიან მშენებლობაზე, რადგან ის არის ბათუმის მაჟორიტარი და ბათუმში ამ პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მოქალაქეები აქციებით აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და პეტიციაც მოამზადეს, რომელსაც 5000-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ეს იყო სულ ბათუმის მაჟორიტარის რესან კონცელიძის კომენტარი. შეგახსენებთ იმაზე, რომ ის არ გეგმავს, როგორც მან გითხრა, არ გეგმავს გახარიას გუნდში გადასვლას და არც შემოთავაზება ჰქონია.